მოდით ავხსნათ პაროქსიზმული ტაქიკარდია. პაროქსიზმულია ტაქიკარდია, რომელიც იწყება უეცრად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება 1 წუთიდან შეიძლება რამოდენიმე საათი გაგრძელდეს და წყდება უეცრად. პაროქსიზმული ტაქიკარდია შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს და სხვადასხვა სიმპტომებით მოგვევლინოს. გახშირების, გულის რითმის გახშირების შეგრძნება, გონების დაბინდვა, გონების დაკარგვა, ქოშინი და ასე შემდეგ. ამიტომ პაროქსიზმული ტაქიკარდიის დიაგნოსტიკა არის უმნიშვნელოვანესი. თუ რა სახის ტაქიკარდიაა, შემდეგ შეიძლება ვთქვათ, როგორ ვუმკურნალოთ მას. პაროქსიზმული ტაქიკარდიის მოხსნა შეიძლება სახლის პირობებშიც, სანამ სასწრაფოს გამოიძახებთ. თუმცა სასწრაფო აუცილებლად უნდა გამოიძახოთ, მაგრამ არის გარკვეული რეკომენდაციები, რომლითაც შეიძლება მოიხსნათ პაროქსიზმული ტაქიკარდია. პირველ რიგში ეს გახლავთ ღრმა ჩასუნთქვა, შეკავება სუნთქვის და სწრაფი ამოსუნთქვა. ეს პირველი. მეორე, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებულ კაროტიდულ სინუსის მასაჟი. პაროქსიზმული ტაქიკარდიის მკურნალობის მედიკამენტური გზა არსებობს, რომელიც მოხსნის ტაქიკარდიას და შეიძლება შეინარჩუნოს გარკვეული ნათელი პერიოდი გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე ეფექტური მეთოდი მაინც რადიოსიხშირული ან კრიოაბლაციაა. მაღალი ტემპერატურით ან დაბალი ტემპერატურით ზემოქმედება პაროქსიზმული ტაქიკარდიის სუბსტრატზე, ასე ვეძახით ექიმები, პაროქსიზმული ტაქიკარდიის კერაზე. და საკმაოდ ეს ორი მეთოდი მაღალ ეფექტურია. ეფექტურობა ამ ორი მეთოდით მკურნალობისა 95%-ს აჭარბებს.